ჩვენი სტუმრები არიან მამა-შვილი, გია და ნინუცა დავითიანები. მოდი შეგენაცვალე. მოდი გიძახო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო გია. მიუხედავად ჩვენი ამდენი ხნის ძმობისა, ნინუცა ეს უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგო დღეს პირველად არის ჩვენ შოუში სტუმრად და შენ განსაკუთრებულად მოგესალმები შენ გენაცვალე. მილოცავ მამა, მილოცავ. იცოცხლე. მაგრამ განსაკუთრებულობაზე თუ მიდგება საქმე, გია, ჩემო ბატონო, შენ სწორედ რომ განსაკუთრებულად უნდა მოგესალმო და მოგილოცო კიდეც ვინაიდან ვეტყვი ჩვენ ძვირფას მაყურებელს რომ გუშინ 9 მაისი იყო გია დავითიანის დაბადების დღე, ამის რომ სული და გულით გილოცავ. მითხარი ახლა როგორც აი გუშინდელი იუბილარი რა განწყობაზე ხარ და როგორ შეხვდი შენს დაბადების დღეს? ისე მიყვარს 9 მაისი, ეს დღე, ეს რიცხვი და ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. ხანდახან ალბათ მოხვედრილ ხართ სუფრაზე ან სადმე წრეში, სამეგობროში ან სადმე უცხო ხალხთან. არ ყოფილა შემთხვევა რომ უთქვათ, აუ როგორ არ მიყვარს ჩემი დაბადების. ამდენიც გინდა კი იყოს ხშირად საკმაოდ. რატო მე? აბა რა? შენი დაბადების დღე თუ არ გიყვარს, ხვისას შეიყვარ. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ყველა ჩემი ახლობლის დაბადების დღე. დიდი მადლობა. ენაცვალე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა შენ გაცდიან ქვეყანაზე. კი ბატონო. ეს როგორ ხანდაზმული ვარ თუ ხან არა? როგორც ბატონო ბიზნეს კვერნაზე ვთქვა, ხო? ხანდაზმულია ხან არაო? და არა კაცო, რა ის ხანდაზმული ბიჭივით გამოიყურები და ნებისმიერ ჭაბუკს მიცემ ფორას, რაშიც გაგეხარდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დობისთვის. ხო და ამ პერიოდში რაღაცა ესე გაფრინდა ეს წლები, იცი, აი 40 წლის მერე გია გამოვიხედე და აი ჩიტივით გაგვიფრინდებაო, ხო იცი, ფანტასტიკურ სიმღერაში რო გაქვს. შენ პოეტურად თქვი და ლამაზად. მე გეტყვი კახეთში რა მაქვს მოსმენილი. ხო. ერთმა მითხრა, ბატონო გიაო, ასაკირო ფეხსაცმლის ზომაი გაიცდება, მე რესტრაფად მიდის წლებიო. კაია. ხო და დაგროვდა რაღაცეები ჩემ ცხოვრებაში ხანდახან როცა მიყვარს განმარტოება და მარტო რაღაც ფურცელზე რაღაცის ჩაწერა და ერთი ესეთი ლექსი მაქვს რა. თუნებას მომცემთ? რა თქმა უნდა. ვიტყვი. სიგარეტს ვხაჩავ, მაგრამ ძლიერად დამახსენდება წლები გასული. ჯეილი ბიჭი ვიყავი ერთ დროს, ცელქი ანცი და თავგადასული. მიყვარდა ქალის ტკბილი ალერსი, სიმღერა ჰანგი ცამდე ასული. დღეს 7 ათეულს მიუახლოვდი, დასალოცია ალადასტურით. შევსვამ ბლანციტხეს გამახსენდება, რომ უკვე არ ვარ პატარა ბიჭი, მაგრამ ეს გული არა ბერდება, ცხოვრება მომცა მე ამის ნიჭი და მაინც ვქაჩავ სიგარეტს მაგრად. ღვინო შევყურებ სუნაგი თვალით, დღეს 7 ათეულს მიუახლოვდი, ჩემი ამქარით და დიდი ჯარით და მაინც მიყვარს წლები გასული, ცელქი ანცი და თავგადასული. გენაცვალე. ერთმა მოვყაროს ერთი ამდენი, შემოგია. მოდი ახლა ნინუცასთან გადავალ სიტყვით და მითხარი, როგორი მამა გია დავითიანი, როგორი ძმაკაცია და როგორი მუსიკოსია, ფანტასტიკური მეგისტრაც ვიცი და მითხარი როგორი მამაა? იდეალური. ძალიან კარგი მამაა და ძალიან მეგობრული და ძალიან გიხარია. საკმაოდ გვიან გამოჩნდა ნინუცა სიმღერის კუთხით. მე მახსოვს რომ მიმღერეში ამღერდი, ასე თქვა პირველად, ხო ესე იმოხდა. რას შეგვისრულებ დღეს ჩვენი შოუს სტუდიაში? მოგახსენებთ, რასაც შევასრულებთ, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრა, ჩემო გია, რომ ჩვენ ეთყობა გენეტიკურად აგვაქვს ეს. იმიტომ რომ მე 45 წლის ასაკში გურამ თამაზაშვილმა ამიყვანა ღარები ერქვა. ხო, შენს კაი გვიან დაიწყე სიმღერა. 45 წლის ასაკში და ნუ ეხა ნინუცას ასაკს არ დავასახები, მაგრამ ადრე მასაც არ დაუწყია, ხო? ხო, ადრეაც ამას არ დაუწყია. მოკლედ, ესეა, ეთყობა რაღაც გენეტიკა ეგეთი ჩვენი, რომ აი ესე გვიან, მაგრამ ლაზათიანად. ხო და რაც ეხება სიმღერას, ეს არის ყველასათვის საყვარელი ჩვენი ფანტასტიკური კომპოზიტორი ბატონი ვაჟა აზარაშვილი, რომელიც ახლა ხანს წავიდა
ულამაზესი მუსიკალური სივრციდან და მართლა დააკლდა ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ქვეყანას ეს კაცი. ფანტასტიკური სიმღერა, რომელიც ძალიან ბევრმა პროფესიონალმა და სასწაულმა მომღერალმა შეასრულა. სულ მქონდა მაგესურვილი და ვაჟა მეუნებოდა ამასინათ ჩვენ კულისებში ვისაუბრეთ, რომ გია შენი გზები მოგიხდებაო ყოველთვის. მეუნებოდა და სულ აი ეს და მაგრამ ვერ მოესწრო სამწუხაროდ. ვერ მოესწრო, ისე წავიდა ბატონი ვაჟა, რომ აი ესე მოგვიწია მე და ნინუცას უცბად რაღაც სპონტანურად ამ სიმღერის ჩაწერა და აი ესე შედგა და დღეს ამას შეგისრულებთ ჩვენ აუცილებლად. გაიხარეთ. გზები სიმებივით გამწყდარი ბედი ჩემი სარკესავით გამწყდარი მახსოვს როგორც ჯადოსნური ზღაპარი თოვლი მდუმარებამდელოდა ხსნარიყო არც არავინ მელოდა მაგრამ თითქოს ვიღაც ჩემთვის მღეროდა შენ სალადინში ნეტარებით ვიწვოდი რა ვქნა მხოლოდ ერთ გულება ვიცოდი ახლა ნატროფის მზის ჩასავლა სად არის ერთად გვირბენია ერთად გვიკრეფია ია ენძელა და შროშანი ახლა ყველაფერი შორს არის იდგა შორეული სელა და მორეული ლამასი ზამარი ვიდგა მთავარი რაღაც უცანაური ზამათარი ფრთები დიდი ფრენით დაღლილი ცრემლით შემსულამაოდ დაღვრილი არ გესმოდა ალბათ გულის ზახილი დრო გარაბადა ცეცხლი მშვიდა დაქერებოდა მზეც ქარებოდა და თვალს ეფარებოდა ახლა ნანოფის ზმარი სად არის სად ჩვენი სტუმრები იყვნენ მამაშვილი გია და ნინუცა დავითიანები. უღრმესი მადლობა მათ.